ოდესმე თუ დაფიქრებულ ხარ იმაზე, რომ კომიქსები ეს არა უბრალოდ ილუსტრირებული წიგნია, სადაც კომიქსის გმირები ბოროტებას ებრძვიან, არამედ უკიდეგანო სამყაროა, რომელშიც კომიქსების გმირების თავგადასავლებს ვიცნობთ და ჩვენ და უნებურად პროპაგანდის მსხვერპლები ვხდებით. სანამ უშუალოდ ვიდეოს მთავარ შინაარსზე გადავიდოდე, მანამდე ერთი კარგი ამბავი მაქვს. თამაშდება ეს ძალიან მაგარი კომიქსი, რომელსაც ქვია Don't Spit in the Wind. არ გადააფურთხო ქარში. ამ კომიქსის გათამაშებაში ხელი შემიწყო მაღაზია Parsec-მა, რომლის Instagram-ის ლინკიც რა თქმა უნდა ვიდეოს აღწერაში იქნება. მოკლედ მოგიყვებით რაზეა კომიქსი. მაქსიმალურად ვეცდები რომ არ დაგასპოილეროთ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ კომიქსში მთავარი მოქმედება ხდება დედამიწაზე, რომელიც არის დაბინძურებული რადიაციის გამო. რა მოხდა, როგორ მოხდა და რა საიდუმლოებებს ინახავს დაბინძურებული დედამიწა, ამას უკვე კომიქსის წაკითხვის დროს გაიგებთ. რაც შეეხება გათამაშების წესებს, უბრალოდ ვიდეოს აღწერაში Parsec-ის Instagram page-ი რო არის. ეგ უნდა დააფოლოვოთ და ეს ვიდეო უნდა გააზიაროთ Facebook-ზე. მოკლედ ესეთი ძალიან მარტივი წესები არის. Instagram-ი რა თქმა უნდა კომენტარებში დამილინკეთ. ფოლოვერები ღია უნდა გქონდეთ, რომ ნახო Parsec-ი მართლა დაფოლოვებული ყავთ თუ არა და მე დაუბრუნდები ჩემს მთავარ სათქმელს. რა დგას ცნობილი კომიქსების უკან? რის გამო შეიქმნა ზოგიერთი მათგანი და რა მიზანს ემსახურებოდა ამა თუ იმ გმირის შექმნა თავის დროზე? მაგალითად იცოდით, რომ თავის დროზე სუპერმენი აპიარებდა ატომურ იარაღს. ფლეში კი საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღების რბოლას განასახიერებდა. აი ფანტასტიკური ოთხეული წარმოადგენდა ამერიკას, რომელიც გაგარინის კოსმოსში გაფრენამდე მის გასწრებას ცდილობდა. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო თემაზე მინდა საუბარი, ასე რომ მოიმარაგეთ პოპკორნი, შეიკარეთ ღვედები და დავიწყოთ. ერთად გავარკვიოთ, რა დგას კომიქსების მიღმა. რა თქმა უნდა, კომიქსებს თანამედროვე სამყაროში განსხვავებული მისია აკისრიათ. ეს არის პირადად ჩემთვის გართობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, იმიტომ რომ მეც ხშირად ვკითხულობ კომიქსებს, გარდა ამისა, კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმებსა თუ სერიალებს ვადენებ თვალყურს, მაგრამ 40-იან, 50-იან და 60-იან წლებში ყველაფერი ასე არის. ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კომიქსები თავიდანვე სუპერგმირებზე შეიქმნა, რომლებსაც რაღაც გარკვეული ზებუნებრივი ძალები აქვთ და დაფრინავენ ლაზერებს ისვრიან თვალებიდან და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად კომიქსების ფუნდამენტი, საფუძველი, წინაპარი იყო კარიკატურა. კარიკატურა პროპაგანდის ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული მეთოდი არის. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ნაპოლეონი დაბალი იყო და აი ასე გამოიყურებოდა, ინგლისელებმა სწორედ კარიკატურის დახმარებით გაავრცელეს ხალხში. წარმოიდგინეთ, ინგლისში ყველას ეშინია ნაპოლეონის. მაგრამ ინგლისელები, ბუნებრივია სახელმწიფოს დაკვეთით, ქმნიან ნაპოლეონის აი ასეთ კარიკატურას და შესაბამისად მტრის ხატი გაშარჟებული ხდება. ნაპოლეონი, რომელიც ყველას ძლევამოსილ დამპყრობელად მიაჩნია, უბრალოდ სასაცილო ხდება. რა თქმა უნდა, არც ფრანგები აკლებენ, მათ კარიკატურაში დედოფალი ვიქტორია აი ასე გამოიყურება. ეს არის ანჩხლი დედაბერი, რომელიც სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ჩინეთის ტერიტორიას ინაწილებს. ხალხს წლები დასჭირდა იმის დასამუღამებლად, რომ მიუხვდარიყვნენ, რომ აი ამ კარიკატურულ პერსონაჟებს შესაძლებელი იყო, რომ ჰქონოდათ სიუჟეტური ხაზიც. სწორედ ასე მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა კომიქსები, რომლებსაც ასევე კარიკატურულ სტილში, მაგრამ მაინც ჰყავდათ თავიანთი პროტაგონისტები, ანუ მთავარი გმირები, რომლებსაც ჰქონდათ სიუჟეტური ხაზი და ისტორია. როგორც უკვე თავიდან თქვი, კომიქსების გმირები ნამდვილად არ იყვნენ თავიდანვე აღჭურვილი რაღაც ამა თუ იმ კონკრეტული სუპერ შესაძლებლობებით. უბრალოდ მათი ისტორია იმდენად საინტერესო იყო, და თან ეს ისტორია ნაწყვეტ რაღაც გარკვეულ დროში ერთხელ გამოდიოდა, რომ ხალხს მოლოდინის შეგრძნება უჩნდებოდა არ იქა ახალი კომიქსი როდის გამოვაო. რატომ არავინ არ ფიქრობს, რომ სუპერგმირი გახდეს? არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ შეუძლებელია. რა, ნიღბის ჩამოცმა და ხალხის გახმარება? მოკლედ მე მგონი იმაზე, რომ კარიკატურები კომიქსების წინაპრები არიან და იმაზე, რომ კარიკატურებს საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ პროპაგანდისთვის, საკმარისი ვისაუბრე. და ალბათ ხვდებით, რომ კომიქსებსაც ჰქონდათ მსგავსი დატვირთვა, მაგრამ მოდით ესე თეორიაზე რო არ ვილაპარაკოთ, მოვიყვან კონკრეტულ მაგალითებს. სუპერმენის დაბადება. შეიძლება ითქვას, რომ სუპერმენი 1938 წელს დაიბადა. ანუ პირველი კომიქსი სუპერმენზე გამოვიდა 1938 წელს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სუპერგმირი, ანუ ადამიანი, პრინციპში უცხოპლანეტელი ზებუნებრივი შესაძლებლობებით, რომელსაც საკმაოდ საინტერესო იდეოლოგია ჰქონდა, ისტორიაც და პრეისტორიაც ჰქონდა. სწორედ ამის გამო, მკითხველისთვის იგი ძალიან საინტერესო იყო. სუპერმენის ეგრეთ წოდებული დაბადება იმიტომ არის ხაზგასასმელი, რომ ამ ადამიანის უпростоრად კი უცხოპლანეტელის გამოჩენას მოყვა ძალიან დიდი სია ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანებზე და აქ რა თქმა უნდა არის სახსენებელი კაპიტან ამერიკაც, რომელიც
წარმოადგენს იდეალურ ჯარისკაცს. შეგახსენებთ, ეს ის პერიოდია, როდესაც ფაშისტური გერმანია ფაქტობრივად მთელს სამყაროს ებრძვის და 1940 წელს ჩნდება კაპიტანი ამერიკას რიგითომერი პირველი ეპიზოდი, რომლის ყდაზეც კეპი, ანუ სტივ როჯერსი, კაი ჯიგრულად უთავაზებს ჰიტლერს. ამის შემდეგ კაპიტან ამერიკაზე კომიქსები იმდენად ხშირად აღარ გამოდის, თუმცა 1941 წელს იაპონელები თავს დაესხმებიან პერლ ჰარბორს, დაბომბავენ მას და ამის მერე კაპიტანი ამერიკის კომიქსის ბეჭდვა იწყება და იწყება. თუ ვიდეოს ამ მომენტამდე უყურე, დიდი ალბათობით სტივ როჯერსი ვინა ისედაც იცი. იმიტომ რომ კომიქსები შენთვის სავარაუდოდ საინტერესოა, მაგრამ თუ არ იცი ვინ არის სტივ როჯერსი, უცებ გეტყვი. ეს არის უსუსტესი ადამიანი, რომელსაც ფიზიკური შესაძლებლობებიც კი არ აქვს, მაინც და მაინც კარგად განვითარებული და პლუს ამასთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემების გამო იგი რამდენჯერმე არ მიიღეს ჯარში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ერთი სული აქვს, რომ ემსახუროს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ანუ ის წარმოადგენს იდეალურ პატრიოტს. ეს თამაში არ არის სტილესომია, ვიცი რომ მომია. ომში წასვლაც რა დამგინდა, გარშემო უამრავი სხვა საქმეა. რა უნდა გავაკეთო, ჩემი წითელი ურიკი ჯართი შევაგროვო? თუნდაც. ქარხანაში ჯდომას არ ვაპირებ, ბაკი. კარგი რა, იქ ბიჭები თავგანწირვით იბრძიან. მე უფლება არ მაქვს მათ გვერდში არ ვიყო. შენ ეს არ გესმის. ალბათ მიხვდებოდით, რაში დასჭირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს იდეალური ჯარისკაცის შექმნა, იდეალური პატრიოტის შექმნა. ეს არის ერთგვარი აგიტაცია, ვიცი რომ მაინც და მაინც სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვა არ არის, მაგრამ მაინც ეს არის ერთგვარი აგიტაცია იმაზე, რომ ამერიკის მოქალაქეები წავიდნენ ჯარში. აქვე ხაზგასასმელია ის, რომ სტივ როჯერსის ისტორიაში ამერიკის შეერთებული შტატები, ანუ სახელმწიფო, ისე იზრუნებს მის ჯარისკაცზე, რომ ყველაზე სუსტი ადამიანისგანაც კი შექმნის სუპერ ჯარისკაცს, რომლისთვისაც არც ერთი დაბრკოლება არ არის პრობლემა. სტივენ, ამ ნაბიჯვარმა ეს შეძლო. უცნობია იმ პერიოდში რამდენად ერეოდა სახელმწიფო კომიქსების გამომცემლობებში, მაგრამ უახლოეს მომავალში იგი დაიწყებს კომიქსების გამომცემლობის კონტროლს და გარდა ამისა ცენზურას. ეს არის იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქიატრის, ფრედრიკ ვერტამის დამსახურება. მოდით წინასწარ მოვიფიქრებთ ამ კაცზე ცუდს, იმიტომ რომ ეს არის იმ პერიოდისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ფსიქიატრი, რომელიც ჰარლემის შავკანიან მოსახლეობას ფსიქიატრიული პრობლემების შემთხვევაში ეხმარება. შეგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ექიმები შავკანიან მოსახლეობას არათუ არ ეხმარებიან. ზოგიერთი მათგანი, უпроსწორედ კი უმეტესობა მათგანი, მათ ადამიანებადაც კი ართულეს. მაგრამ ვერტამის პროგრესულმა აზროვნებამ კომიქსები ვერ მიიღო. მეტიც, მან დაწერა წიგნი სახელად უდანაშაულოთა ცდუნება, რომელშიც იგი აღწერს იმას, თუ რამდენად ცუდი გავლენა აქვს კომიქსებს ახალგაზრდა თაობაზე. This comic book describes a sexual aberration so shocking that I couldn't mention even the scientific term on television. I think there ought to be a law against them. ალბათ გაგისდებათ შეკითხვა ამას აქ რა უნდაო. მოკლედ, იმ პერიოდის კომიქსები მსგავსი პერსონაჟებით იყო აღსავსე, ანუ კომიქსებში საკმაოდ ხშირი იყო სექსის, ძალადობის, იარაღის და ნარკოტიკების გამოყენების სცენა. შესაბამისად, ვერტამი თვლიდა, რომ ეს ყველაფერი რყვნიდა ახალგაზრდობას. შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ თემიდან გადაუხვია, მაგრამ დამიჯერეთ ნამდვილად არა, იმიტომ რომ სწორედ ახლა იწყება ყველაზე საინტერესო ასპექტი. ვერტამი, როგორც უკვე მანამდე თქვი, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე ფსიქიატრი იყო, ყოველ შემთხვევაში ასე ითვლებოდა და სახელმწიფო მას საკმაოდ დიდ პატივს სცემდა. სწორედ აქედან გამომდინარე, ვერტამის აზრი გაითვალისწინეს და სახელმწიფომ დაიწყო გამომცემლობების, რომლებიც კომიქსებს გამოსცემდნენ, კონტროლი და გარდა ამისა ცენზურის დაწესება. ვერტამის აზრებმა ისიც კი გამოიწვია, რომ შეიქმნა ერთგვარი კომიქსების კოდექსი, რომელიც საზღვრავდა იმას, თუ რამდენად აწვება სწორ იდეოლოგიას ესა თუ ის კონკრეტული გამომცემლობები. რა გამოიწვია ამ ყველაფერმა? ამ ყველაფერმა ის გამოიწვია, რომ სახელმწიფო უკვე ღიად აკონტროლებდა იმას, თუ რა გამოიცემოდა და რა არა. სექსის, ძალადობის, იარაღების და ნარკოტიკული საშუალებების სცენები, რა თქმა უნდა, კომიქსებში შემცირდა. გარდა ამისა, კომიქსებს ერთგვარ ვალდებულებად გადაექცათ ის, რომ სიკეთემ ყოველთვის გაიმარჯვოს, ხოლო თხლად ჩაცულმა ქალბატონებმა ცოტა უფრო მოგრძალებულად ჩაიცვეს. აქ ერთ პატარა დეტალს მინდა ხაზი გაუსვა, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებდა მსგავს რაღაცას, იმიტომ რომ ჩვენი მეზობელი სასირეთიც აკეთებს მსგავს რაღაცებს.
არ მინდა არანაირად რომ მაყურებელმა იფიქროს თითქოს კონკრეტულად ამერიკულ პროპაგანდაზე მაქვს საუბარი, ეს უბრალოდ ჩემთვის პირადად საინტერესო ისტორიაა, იქიდან გამომდინარე რომ კომიქსებით დაინტერესებული ვარ და არანაირად არ ვფუთავ ამ ვიდეოში ნარს პოლიტიკურად. ეს ისე მაინც ყოველი შემთხვევისთვის უბრალოდ მინდოდა რომ გწოდნოდეთ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თამაშდება კომიქსი Don't Spit in the Wind, ანუ არ გადააფურთხო ქარში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, Parsec-ის Instagram-ის ლინკი ვიდეოს აღწერაშია, ჩვენ კი გავაგრძელოთ. 1946 წელია, მეორე მსოფლიო ომი სულ ცოტა ხნის წინ მორჩა, სახელმწიფოები კი ახალი ცივი ომისთვის ემზადებიან. ძალთა გადანაწილება შემდეგნაირია. საბჭოელები ცდილობენ რომ აღადგინონ ეკონომიკა, ევროპა ფაქტობრივად მკვეთრით აღდგომა ცდილობს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი სულ ცოტა ხნის წინ გამოსცადა ატომური ბომბი. როგორც იცით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომმა იმდენად მძიმე და სავალალო შედეგები ნამდვილად არ მოუტანა, რაც საბჭოელებს და გარდა ამისა ევროპელებს. უფრო მეტიც, მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად 10%-ით იზრდება და გარდა ამისა სამხედრო ინფრასტრუქტურა გამდიდრდა ატომური იარაღით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელებისთვის ოქროს ხანა იწყება. მაგრამ რა თქმა უნდა, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც ატომური იარაღის წინააღმდეგები არიან. შეგახსენებთ 1946 წელია და ჯერჯერობით ამერიკას ატომური იარაღზე აქვს მონოპოლია, ანუ ის არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ატომური იარაღი აქვს. და ამ დროს ხელისუფლება ყველანაირ მეთოდს მიმართავს საიმისოდ, რომ გააправოს ატომური იარაღი და ამ პროპაგანდისტულ მეთოდებში, რა თქმა უნდა, ისინი იყენებენ კომიქსებსაც. Action Comics-ის 101 გამოცემის ყდაზე სუპერმენი ატომურ აფეთქებას იღებს. კომიქსის შინაარსი კი უფრო საინტერესოა ვიდრე ყდა. სრულიად შემთხვევით, იმის გამო რომ სუპერმენი მოწამლეს, იგი ბიკინის ატოლზე, ანუ არქიპელაგზე ხვდება. და რაც არ უნდა უცნაურ დამთხევად მოგეჩვენოთ, სამხედროები ატომურ ბომბს ცდიან. სწორედ ამ დროს მოწამლული სუპერმენი, რომლის გონებას დაბინდულია, აფეთქების ზონაში მოყვება. მაგრამ იმის მაგივრად რომ დაზიანდეს, ატომურმა აფეთქებამ სუპერმენი გამოაფხიზლა. გონება გაუნათა და შეახსენა თუ ვინა და რას წარმოადგენს. სწორედ ამ დროს სუპერმენი ოპერატორს გამოართმევს კამერას და ეტყვის შემდეგ ფრაზას: მე 2 წამში ისეთ ფოტოებს გადავიღებ, რომელიც იქნება გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მშვიდობის წინააღმდეგიაო. კომიქსი იმ პერიოდის მოვლენების ტრანსლირებას ახდენს. ატომური ბომბი შეიძლება ითქვას, რომ ომის ბურუსიდან გამოსვლის შანსს ნიშნავს. თავად სუპერმენის ბოლო ფრაზა კი, რომლის მიხედვითაც იგი უბრალოდ აფრთხილებს მშვიდობის მოწინააღმდეგეებს, ეს არის გაფრთხილება მტრებისთვის, რომ თუ თქვენ მშვიდობა არ მოგინდებათ, თქვენ ზუსტად ასე გამოგიყვანთ ბურუსიდან. ატომური ბომბის გატესტვა, რომელიც Action Comics-ის 101 ეპიზოდში მოხდა, რეალობაშიც მოხდა, რა თქმა უნდა, ეს იყო 1946 წლის მარტი, როდესაც სამხედროები დაინტერესდნენ, რა მოუვიდოდა სამხედრო გემებს, თუ კი მასთან ახლოს აფეთქდებოდა ატომური ბომბი. სამხედრო გემების გარდა, მათ რა თქმა უნდა აინტერესებდათ დაახლოებით რა შეიძლება მოსვლოდათ მეზღვაურებს და მეზღვაურები ცხოველებით ჩაანაცვლეს. ისინი ჩაანაცვლა 200-მდე ღორმა, 204-მა თხამ, 5000-მა ვირთხამ და რატომღაც 60-მა ზღვის გოჭმა. ხო, კიდევ ერთი პატარა დეტალი, რომელსაც მინდა რომ ხაზი გაუსვა. ბიკინის ატოლი, ანუ ბიკინის არქიპელაგი. ეს არის სპანჯბობის სამშობლო. ანუ სპანჯბობი ბიკინი ბოტომზე ცხოვრობს. სპანჯბობის სამშობლოში ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ გადის 3 წელი და რუსები ტესტავენ თავიანთ პირველ ატომურ ბომბს. ანუ ამერიკის მონოპოლია ატომურ იარაღზე მთავრდება და იწყება ეგრეთ წოდებული შეიარაღების რბოლა. ამერიკა ანტიკომუნისტური ლოზუნგებით ივსება. იქნება პოსტერები და იკვრება კედლებზე. იწყება ერთგვარი ინკვიზიცია კომუნისტების წინააღმდეგ. სახელმწიფო ცდილობს იმის გარკვევას, თუ ვის აქვს კომუნისტური გავლენა. ვინაა შენიღული ჯაშუში. საზოგადოებაში ჩნდება გარკვეული საჭიროება, რომ გამოჩნდეს ახალი გმირი და სწორედ აი ამ პერიოდში აახლებენ ძველ, მაგრამ კარგად დავიწყებულ გმირს, Flash-ს. ჩემი სახელია ბარი ალენი და მე სამყაროში ყველაზე სწრაფი ადამიანი ვარ. გარე სამყაროსთვის მე ჩვეულებრივი კრიმინალისტი ვარ, მაგრამ საიდუმლოდ ჩემი მეგობრების დახმარებით სტარლაპსიდან დანაშაულს ვებრძვი და ჩემნაირ მეტა ადამიანებს ვპოულობ. ალბათ გიჩნდება შეკითხვა, რა შუაშია Flash-ი და კომუნისტები, მაგრამ მეც დაგისვამთ ერთ ასეთ შეკითხვას. რასთან ასოცირდება რუსეთი? არა. თან არა. უფრო სწორედ მაგათთანაც, მაგრამ სიცივესთან.
ფლეშის მთავარი მოწინააღმდეგე კი არის Captain Cold, ანუ კაპიტანი სიცივე. კაპიტანი სიცივე ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ ახალ-ახალი იარაღი შექმნას ფლეშის წინააღმდეგ. სატესტო სირბილის დროა. ნახოთ, რამდენად სწრაფი ხარ. თუმცა ფლეში, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ამარცხებს იმ მთავარ ბოროტმოქმედს, რომელიც გარკვეულწილად ალეგორიულად წარმოადგენს ცივ რუსულ ზამთარს. ამავდროულად შეგახსენებთ, რომ ფლეში იმდენად სწრაფია, რომ მას შეუძლია ბევრ ადგილას იყოს ერთდროულად. გარდა ამისა, მას შეუძლია კედლებში გასვლა, ანუ მას ჩარჩოში ვერ მოაქცევ. იგი წარმოადგენს ამერიკის მთავარ ღირებულებას, თავისუფლებას. რა ხდება 60-იანი წლების დასაწყისში? ეს ცივი ომის პიკის პერიოდია. ბერლინში საბჭოელი და ამერიკელი ჯარისკაცები ტანკებით ერთმანეთის პირისპირ იდგნენ და მზად იყვნენ გაესროლათ კიდეც. ამის შემდეგ კარიბის კრიზისი ხდება, როცა საბჭოურმა ხელისუფლებამ ამერიკასთან საკმაოდ ახლოს რაკეტები განათავსა. ამავე პერიოდში მიმდინარეობს კოსმოსური რბოლაც და აქ ამერიკელები ხვდებიან იმას, რომ საბჭოელები ბევრად უფრო წინ არიან. ბელკა და სტრელკა, სპუტნიკი, გაგარი. მოკლედ ამერიკელები ხვდებიან, რომ ახლა უკვე კომუნისტებთან დასაპირისპირებლად მხოლოდ ფლეში საკმარისი არ არის და სწორედ ასე იქნება ფანტასტიკური ოთხეული. სიუჟეტის მიხედვით, მეცნიერების გუნდი იგონებს კოსმოსურ ხომალდს, რომელიც შესაბამისად კოსმოსში უნდა გავიდეს და გამოიკვლიოს აქამდე უცნობი სივრცე. აქ პროპაგანდა პირდაპირ სიტყვებითვე წერია. გამომცემლობა უკვე აღარაფერს მალავს. კომიქსის პირველივე ნომერში სიუ სტორმი მას შემდეგ რაც გაჟღერდება ის აზრი, რომ ხომალდი ჯერ არაა მზად მსგავსი მოგზაურობებისთვის, ამბობს შემდეგ ფრაზას. ბენ, ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. თუ კი არ გვინდა, რომ კომუნისტებმა გვაჯობონ. მოკლედ მსგავსი ნარატივი არა მხოლოდ ფანტასტიკურ ოთხეულში, არამედ სხვა კომიქსებშიც იყო, თუმცა ფანტასტიკურ ოთხეულში ყველაფერი ბევრად უფრო პირდაპირ იყო ნაჩვენები, თუმცა ქარაგმებით ნათქვამი მინიშნებებიც იყო. აი მაგალითად შეხედეთ ამ არსებებს. ესენი სკრულები არიან. მათი მთავარი ნიჭი და მთავარი შესაძლებლობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი იერსახის შეცვლა. ბეკალბი ინფორმაცია სკრულებმა ჩაგაგონეს. ზუსტად ვიცი რომ არა. მახსოვს დედამიწი და გაჭერდი. გაიხსენე რას გასწავლიდი. მტერს არ ზინავს. შეიძლება ყველგან იყოს ემოციებს უფლება არ მისცე გონება დაგიბინდონ. სკრულების აღმოჩენა საკმაოდ რთულია. მათ შეუძლიათ, როგორც უკვე ვთქვი, თავიანთი იერი შეცვლა და არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე თქვენი მეგობარი სკრულია, ან თქვენი უფროსი სამსახურში. მოკლედ, ეს არსება არის ერთგვარი მინიშნება იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი ამერიკელი საიდუმლოდ იყოს კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი და ადამიანი, რომელიც კაპიტალისტურ ამერიკას შეიძლება პრობლემებს უქმნიდეს. რა თქმა უნდა, კომიქსები არ შექმნილა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდისთვის. ისიც კი ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ყველა ის ფაქტი, რომელიც აქ ვიდეოში ვახსენე, შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეც თავად კომიქსების ძალიან დიდი მოყვარული ვარ და აქედან გამომდინარე ჩავწერე ამ საკითხზე ვიდეო. ისიც ვიცი, რომ ბევრისთვის ყველა ის არგუმენტი, რომელიც აქ ვახსენე, ახლა უბრალოდ ღიმილის მომგვრელი იქნება. მაგრამ ერთი რამ ხო ფაქტია, პოპკულტურა მაქსიმალურად უწყობს ხელს ადამიანს აზროვნების ჩამოყალიბებაში. ხო და თუ გსურთ, რომ თქვენი აზროვნება კარგად ჩამოყალიბდეს, ამ კომიქსის გათამაშებაში მიიღეთ მონაწილეობა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვიდეოს აღწერაში არის მეგობრებო პარსეკის ინსტაგრამის ლინკი. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს Facebook-ზე გაზიარება, მოკლედ წარმატებები გათამაშებაში. მე კი დაგიმშვიდობებით დროებით.